ამასობაში რა თქვა პუტინმა 19 თებერვალია საღამო ამ ვიდეოში მოვყვები ამ ყველაფერს. ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ დღეს პუტინმა პირველად გააკეთა ცელი კომენტარი ამ მოლაპარაკებთან დაკავშირებით და შევესწრები მოკლედ მოგიყვეთ ძირითადად რაზე ისაუბრა. პირველ რიგში აღნიშნა რომ კმაყოფილია ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდით. აღნიშნა რომ პროგრესი არის. განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკელთა კეთილგანწყობა. ციტირება მოახდინა, როგორც მომახსენესო, სულ სხვა ხალხი იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე რა. არ იყო ეს კლიაუზა პონტი რო აი შენ ესქენი ისქენიო. კონცენტრირებული იყვნენ შეთანხმების მიღწევაზე რა. ხო. ტრამპი ახსენა როგორ კონტექსტში რომ კი იძახდა რომ ერთ დღეში დავამთავრებ ომს, მაგრამ მე როგორც პრეზიდენტი რომ გაეცნო დეტალურად სიტუაციას და რაღაც ინფორმაციებს, მიხვდაო რომ ხო, თლათ ესე იოლი არ არისო, მაგრამ განწყობა არ შეცვლილაო და შეთანხმების მიღწევა ისევ არის ტრამპის გუნდის თავარიისო და ამ ყველაფერს მივესალმებიო და სიამოვნებით შევხვდები ტრამპსო. ეხლა საუბარი იყო ძირითადად იმ საკითხებზეო, რომლებშიც რაღაც საერთო ინტერესი გვაქვს და საერთო სარგებელი შეიძლება ვნახოთ. ეს არის რა თქმა უნდა ეკონომიკა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კოსმოსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხები, ებრაელების და პალესტინების კონფლიქტი, სირიის საკითხები, რაშიც ორივე მხარე ჩართული ვართ და გარკვეული ინტერესები გვაქვს. აგრეთვე აღნიშნა რომ სწრაფად რისი გაკეთება შეიძლებოდა, იმაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს დიპლომატიური მისიების მუშაობა სრული მასშტაბებით აღდგება, რაც გააიოლებს კომუნიკაციას სხვადასხვა დონეზე. ხო, ტრამპზე კიდე თქვა რომ ძალიან კორექტული და დიპლომატიური არისო ევროპელების მიმართო რა. ხა ევროპელები ხო რაღაც აუჯანყდესავით ტრამპს. რაღაცებში არ ეთანხმებიან, რაღაც ხიპიში და ის მიდის და პუტინს ისე გამოუვიდა, რას ელოლიავება მაგათ ჩასხოს ერთიო რა. ხო. ესეთი ის იყო. ხო, შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებია, იმიტომ რომ ჯერ კიდე ბევრი საკითხი არისო შესათანხმებელიო, იმდენი ისინი დაგროვდაო საკითხებიო, რომ ერთ ჭიქაყავაზე ამ ყველაფრის მოგვარება არ გამოვაო და სპეციალურმა სამუშაო ჯგუფებმა ჯერ წინასწარი უნდა ჩაატარონ და მერე ხო შევხვდებითო და ყველაფერს მოვაგვარებთო. ხო, ევროპელების და უკრაინელების მონაწილეობაზე თქვა რომ მე ხა მაგათთან მოლაპარაკების წინააღმდეგი არასოდეს არ ვიყავიო, მაგრამ ეგ გზა თვითონ მაგათმა გადაჭრესო და ხო, ჩვენ და ამერიკას მოლაპარაკებებში შუამავალი არ გჭირდებაო. ამას გაუსვა ხაზი. ხო, კიდე რა თქვა საინტერესო, ხო, უკრაინელების მიერ კასპიის მილსადენი კონსორციუმის ობიექტების დაბომბვას და წყობრიდან გამოყვანას და თქვა რომ ეგ ჩვენ მადა არაფერში არ მონაწილეობთ, რაღაც ტრანზიტის ფულს გვიხდიანო, ამერიკელების და ევროპელების არის ეგო და შესაბამისად არც რაღაც გაძლიერებული პვო და ის მათ არ გვეყენაო, არ გვეგონაო თავის იმას და არ ტყავდენო და ავიცი რაღაცა საკუთარ თავს მოუწყეს რაღაც პროვოკაციაო. ხო, და კიდე საინტერესო ის იყო რომ აღნიშნა რომ 1 საათის წინ მომახსენესო რომ ჩვენმა არმიამო გადაკვეთაო უკრაინის საზღვარი კურსკის და სუმის ოლქებს შორისო, ხო, და გადავიდა იქ შეტევაზეო. რაზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია, რომ გავერკვევი მერე დეტალებში მოგიყვებით. ხო, და ზოგადად აღნიშნა რომ ფრონტის მთელ ხაზეო ინიციატივა ჩვენ ხელშია და ყველგან უტევთო რა. ხო, აი ეს იყო ძირითადი რაზეც ისაუბრა პუტინმა, მოკლედ მოგიყვებით.